ნათი? ნათია გაიღვიძე. რა ხდება? 4 შაბათია დღეს. მე 4 ლუწია. ული. კვერცხი შევწვა ისევ თუ სხვა რამე მოვიფიქრო. რამე მოიფიქრე? კვერცხს მოხარშავ მაშინ. არა. შეწვის. კაი. ოღონ დაბალგაზზე, ხო? კაი. და ფრთხილად შეწვი. ხო. გუშინწინდელი ხო მოგეწონა? არა უშავდა. მაგრამ ნათი, შენ მეტი შეგიძლია. შენ ძმას ძალიან მოეწონა. ხო, მაგრამ ეგ შენი პირველი საუზმე იყო და დღეს მაგათ მეტი მოლოდინი ექნებათ. კაი, ახლა ოდგები გადავივლებ და შევწვა. მიდი ჩემ. ნათი? მომენტი. გაიღვიძე რა. რა ხდება? შია და მაჭამე რა. აი მე ადამიანო, გაიღვიძე ჯერ. შემწვარი კვერცხი გაასწორებ და მაგრა ნათი მიდი რა. სად მივიდე დღეს 4 შაბათია. მე რა. ლუც შაბათობით შენი რძალი ამზადებს საუზმეს. აუ დღესაც დამწვარი კვერცხი უნდა ვჭამო ნათი? გუშინ წინ ძალიან გემრიელად მიირთმევდი. გოგომ პირველად გაამზადა საუზმე. პირდაპირ კრიტიკაზე გადავსულიყავი ნათი? დამატებით მაინც არ მოგეთხოვა შეგეძლო. შენ რა ეჭვიანო? რაზე ვეჭვიანო? იმის გაკეთებული უფრო ხوار მომწონს ვიდრე შენი ნათი? მეტი საქმე არა მაქვს. თუ გინდა ჯერ საერთოდ არ ავდგები და ცოტას ვიკოტრიალებ და მერე შენ ცალკე შემეწე, კაი? ზუსტად მაგაზე ვაცნობობდი. როგორ მიხვდიათო? ნუ მეცინიკოსები 1 ოქტომბრამდელი ნაციონალივით. შია. მაცადე. აბა, როგორ მოგწონთ? ნიკა, როგორ მოგწონს? ნიკა. რა გინდა? გეკითხები როგორ მოგწონს თქო? არ მომწონს. გაგიჟდი ბიჭო შენ რა არ მოგწონს? რა არ მომწონს და საუზმე არ მომწონს. რა უფლება არა მაქვს რა თქვა? დღეს რომ უთოს აღება მომიწიოს ხელში მოკლავ. რის შეეხება? მოიცარი წუთით, ნიკა რატომ არ მოგწონს? იმიტომ რომ დამწვარია ნათია. რანაირად არის დამწვარი? ზუსტად ისეთია როგორც ორშაბათს იყო, ნიკა. ხო და ორშაბათსაც დამწვარი იყო. აი სად დაგვერხა? მოიცა ორშაბათს დამწვარი რანაირად იყო? შენ არ მითხარი ძალიან გემრიელია, ძალიან მომწონსო? მე არაფერი არ მithქვამს. ოთოსაც ძალიან მოეწონა, დამატებაც მომთხოვა. ხო, ოთო? ხო, ორშაბათს არ იყო დამწვარი. შედარებით. და დღეს? დღეს ცოტა დამწვარია. ორშაბათსაც დამწვარი იყო და დღესაც დამწვარია. კარგი რა რაგჭირს ბიჭო შენ დღეს, ა? სიმართლე უნდა ითქვას, ძმაო. მე თავს ვერ მოვიტყვებ. ნუ მოიტყვებ, მაგრამ შემწვარი კვერცხის გამო შეიძლება ამ ხელ ამბავის ატეხვა? არ არის დამწვარი ოთარ? კი არის, მაგრამ არ იცის ადამიანმა და რა ქნას. ნათიას კი არა, ხანდახან ნათიასაც ეწვება დილით საუზმე, რა მოხდა მე? უკაცრავად. ხო რა, არ გეწვება? ერთი გამახსენე რა, როდის დამეწვა. კაი რა ნათი ისევ თქვი სიტყვის მასალად. მე დაბალი ღობე ვარ და ისე სიტყვის მასალად ჩემი გამოლანძღვა შეიძლება, ხო? ვაიმე, ნუ არ თulebt რა ხალხო, რა ისეთ პახმელიანზე ვარ გამისკდა თავი. ჯერ არ გაგისკდა, კიდევ ერთხელ იტყვი რაღაც დაუფიქრებელს და გაგისკდება ოთო. ხალხო, ნუ ჩხუბობთ რა, დღეს კონცერტი მაქვს და ხმას უნდა გაუფრთხილდე. შენ ხმას უნდა გაუფრთხილდე და ჩემ ნერვებს გაფრთხილება არ ჭირდება. ხო, კაი, ხო. გამიუთავე ჩოხა საღამოს. აგერ არის უთო, თუ გინდა დაიუთოვე, თუ გინდა თავში იხალე. ხო, გითხარი, გაჩუმდი თქო. რატო უნდა გავჩუმდე? ის არ მეყოფა 9 წელი რომ ჩუმად ვიყავი? ვაიმე, გამაგიჟებს ეს ხალხი რა. ნათი ნუტირი ხარ რა. მე ყველაფერს აი ვინდომებს სწავლობ რეცეპტებს დედაჩემისგან და ჩემი ქმარი რასაკეთებს იმის მაგივრად რომ გვერდში დამიდგეს ხალხში მაკრიტიკებს. კაი, ნიკა რა შუაშია ოთოს ბრალია ყველაფერი. ჩემი ბრალი რა არის ნათი? შენი ბრალი ის არის რომ გუშინ წინვე რომ გეთქვა კვერცხი დამწვარიაო, დღეს აღარ დაეწვებოდა ნათიას, ხო ნათი? კი. ვაიმე, აღარ შემილი ამდენი წლები ადექი რა წამოდი რა. წამოდი საქმე მაქვს რა.
კაი რა ნათი გეხოცები ნუტირი რა ჩვენი ცრემლების ფასი არც ერთი კაცი არ არის. ნათი არა და იცი როგორ მოვიდო მე. ვიცი როგორ არ ვიცი, მაგრამ ამათ ხო ყველაფერი ძალიან იოლი გონიათ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. საერთოდ გადავყრი ახლა ამ საუზმეს. კარგი ვატოს დავახოს არ უსაუზმია ჯერ. ნათი რა ვქნა დედის ერთავარ და საერთოდ არ ვიცი საჭმლის მომზადება. ვიცი ნათი ოღონდ გეხოცები ნუტირი რა. მეც არაფერი არ ვიცოდი და ყველაფერი ნათელამ ასწავლა. და მე რო ვერ ვისწავლო. ქეთუსიამ ისწავლა კვერცხის შეწვა. ქეთუსიამ თუ ისწავლა მეც ვისწავლი ხო? ისწავლი აბა რა. წამოდი შარ არ დაგობიანდი შარ. დილამშვიდობის ნათიებო. დილამშვიდობის სამამა. არის აუზმებთ? დღეს 4 შაბათია ხო? დიახ. მაშინ არ გვინდა პიცერია შევჭამთ. წამო ბაბუ წამო. რა იყო ამ დილაუთენია რა სიმართლის ღაღადი აგიტყდა, ჰა? ოთარ მართალი ვარ მე და ძალიან კარგად იცი ეს შენ. არა ნიკუშ არა ხარ მართალი. ახსენია ბა. ჯერ ერთი არ იცის ადამიანმა საჭმის გაკეთება და რაქნას. მერე თვითონ გამოთქვა სურვილი ლუც შაბათობით მე მომზადებ საუზმეს და კენ შაბათობით დიდი ნათიაო ვინ ეხვეწებოდა? ესე იგი თუ სურვილი გამოთქვა ისწავლის, ხო? ბიჭო, შენიშნა თუ არ მივეცი დროული და სწორი როგორ ისწავლის? ნიკუშ შენიშნა ისე უნდა მისე რომ არ ეწყინოს. თუ ეჩხუბე და გაიბუტა, არაფერსაც არ ისწავლის. რა უთხარი ახლა ეგეთი, მაგას ყველაფერი წყინსა ჩემი ბრალია. ქალებს რო ყველაფერი წყით, ეხლა გაიგე? ერთი სული აქვს ბიჭო, ოღონდ რამე ეწყინოთ. სულ დეტალებში ეძებენ რამე საწყენი არ გამოგჩესო. მისესი არ უნდა მისე შენ თორე. ქალმა თუ გაიგო რომ აქ რამე წყენის პონტია, ამერიკაში რო იყოს, იქიდან ჩამოვა და ეწყინება. კაი, მივალ ბოდის მოუხდი. ნიკუშ, სისულელეს ნოუმატებ ახლა. ეხლა რო ბოდიში მოუხატო, ჩათვლს რომ მართალი ვიყავიო. მოიცა, ვეღარაფერი გავიგე რა. მე თუ არა ვარ მართალი, ესე იგი ნათია მართალი, ხო? არც ერთი არ ხართ მართლე. რა გავაკეთო? მოგითხრა დამიჯერებ? კი. ყველაფერს დამიჯერებ? კითხო. კარგი. ეხლა შედი სამზარეულოში, ისე თითქოს ძალიან გაბრაზებული ხარ. ნათიებს ყურადღება არ მიაქციო. რამე რომც გითხრან, მაინც არ მიაქციო. გესმის? კი. მე აიღე ერთნაჭერი პური, გამოაღე მაცივარი, გამოიღე მაიონეზი და გადაუსვი. თხლად. იმახსოვრე? მე აიღე ერთნაჭერი ყველა დაადე პურს ზემოდან და დაბრუნდი ისევ აქ. ოღონდ ნათიებს არ შეხედო. კაი. ჯერ მაცივარი შევიხედე, ჯერ პური აიღე და მე მახსოვს. იკა ეს რა იყო ახლა? რა ქენი? ყველაფერი გავაკეთე ისე როგორც მითხარი. ნათიებს ხომ არაფერი უთქვა? არ შემოუხედა. ნუ შემომხედეს, მაგრამ ვერაფერი მითხეს. მაიონეზი სკლად ხომ არ გადაგისვია? არა, თხლად როგორც მითხარი. კარგია. ეხა რა ვქნაე? ეხა წადი სამსახურში და საღამოს რო დაბრუნდები, ნათიას რამე შოკოლადი ან რამე ნამცხვარი წამოუღე და ეგრევე შეგირი. ხადაო? არა ნიკუშ, არაფერსაც არ ვღადაო. ამის სათქმელად გავამიყვანე ბიჭო აქ. აქ იმიტომ გამოგიყვანე რომ იქ არ ყოფილიყავ და უფრო მეტად არ გვეჭხუბა. და ეს? რატო გამაკეთებინე? წადი ეხა სამსახურში დადეგი მოსამზადებელი ხარ, ჩქარა. დაგაგვიანდა. ნათი, გასაკეთებ? ტოლმას. გინდა გასწავლო. კი. ძნელია ძალიან?
ძნელი უმადურობის ატანა, საჭმლის კეთებაში სირთულე არაფერია. მიყურე და რასაც ვერ გაიგებ, მიკითხე და გასწავლე. გიდა მეც გაგიკეთებ რამეს. ხახვის დაჭრა იცი? წვრილად არა. ბრინჯის გარჩევა? პრინც არჩევენ? გაზის ანთება ხო იცი? კი. ხო და მიდი წყალი დაადგე. კაი. ბავშვი მეწოდება, თორე ხა ისინი არაფრის ღირსები არ არიან რა. ნათი, ჩოხა გამივთავე რა. არ მცალია. რა არ გცალია, გოგო, საღამოს კონცერტი მაქვს, ტელევიზიით აჩვენებენ, სირცხვილია. არ მცალია თქო. ფოტოშოპის შენი სირცხვილია, რო იტყვიან ამ კაცს სული არ ყავსო. ვაიმე, აგერ არის უთო და აი ჩოხა, ადექი და დააუთავე. 21 საუკუნეა და გენდერული თანასწორებაა ქვეყანაში თუ არა, თათქარიძეზე მაინც. რა გენდერული თანასწორობა, გოგო, შენ ხო არ გაგიჟდი. ჩოხა, ჩემით როგორ გავიუთოვო? როგორც გინდა. არ ვიცი უთოს ხმარება. არც ნათია მეცი საჭმლის კეთება, მაგრამ ინდომებს და სწავლობს. რომ დამეწვას? ნათიასაც ეწובה ხოლმე. გოგო, ნათიას 3 20 თეთრიანი კვერცხი ეწובה და მე $500 ჩოხა რო დავწვა. ერთი და იგივეა? ჩემთვის ერთი და იგივეა. ის მაინც მითხარი რა დავაშავი ამის ფას. ძალიან კარგად იცი რაც დააშავე. რომ არ ვიცი, იმიტომ გეკითხები. აი თუ მაგასაც ვერ ხვდები, საერთოდ არ მინდა შენთან არაფერზე ლაპარაკი რა. კაი ნათი შევრიდეთ რა. არც ვარ შენთან გაბუტული. აბა რა არის ეს ყველაფერი? უბრალოდ არ ვარ უთოს ხასიათზე, კულინარიის ხასიათზე ვარ. მოიცადე ერთი წუთი. ნათი, რა ძლიერი ქალი ხარ. ნათი დაიმახსოვრე. თვეში ერთხელ აუცილებელია გაჭედვა, თორე ესენი თავზე დაგასხდებიან. კომპოსტოს გამირეცხავ? კი, აბა რას ვიზა? მინდი. ოხ ნათი. გამარჯობა. ბიჭები სად არიან? ოთო მისაღებში. ო. რა იყო რა გაცინე? რა საკეთებს მომას გაბიცებ? ვაუთოვებ, ვერ ხედა? ჩოხოსანი უთო თითო. გენდერული თანასწორობის რეკლამა ხარ ძმაო რა. ვანიკო, ისდას ნერვები მაქვს დაწყვეტილი თავი დამანებე რა. შენა და ეს სკლატკები თავთავებ თუ ისე? ბიჭო, შენ არ გაგიუთოვებია არაფერი? აუ, უნდა გადაგი. მორჩი ეხა მაიმუნობას რა. როგორ ჩავარდით ამ დღეში? ცოლი გააბრაზეთ? მე არა, ნიკამ. მე ცოლებმა ბლოკი შეკრეს და კი მიყურებ რა დღეში ვარ. და ნიკა სად არის? სამსახურში. არა, მე მეგონა სადმე ჭურჭელს ხო არ რეცხავს მე. ბიჭო, იმ საქმეზე რა ხდება? კაი, ხა ნუ გადაგაგბაზარი? მართლა გეუბნები რა ხდება იმ საქმეზე თუ? ბიჭო, თქვენ მე კაიფებით თუ როგორ არის თქვენი საქმე, გამაგები რა. აბა მაგისტვის არა ვარ, ეხლა მე მოსული აქა. რომ მოვილაპარაკეთ, თონეებიო, თათქარიძელი ხაბაზიო, 4 გარბუშკიანი ლავაშიო. ბოლო-ბოლო ვაკეთებთ მაგ საქმეს თუ არ ვაკეთებთ? გაგიჟდი ვანიკო, ვაკეთებთ, აბა არ ვაკეთებთ, მაგრამ დღეს არ მცალია რა. რატო? ბიჭო, საღამოს კონცერტია. თან მამა პაპურიც უმღერით. დღეს არ მცალია რა. და ნიკა? ნიკა არ ვიცი, მაგრამ უჩემოთ ხო ვერ გავაკეთებთ ამ საქმეს. მაინც აბა როდის ვიბაზროთ? რავი, ხვა, ზეგ. ბიჭო, მაგარი რაღაცეები მაქვს მოფიქრებული ამ თონეებზე რა და უნდა დავილაპარაკოთ რა. დავილაპარაკოთ ზეგ თქო, ხო გითხარი ვანიკო? ესე იგი ხვალ. ხო, ხვა. ბიჭო, ოთო, არ დამეკარგოთ რა. ეს საქმე ბოლომდე უნდა მევიყვანოთ, გაიგე? ვიცი ვანიკო, ვიცი. ხო ხედავ რა დღეში ვარ. კაი, ხა წავედი. YouTube-ზე უნდა გაგასთარო ძმაო. მაინც მართლა არ დადო. რას ლაპარაკობ, შენ ჩვენი ინტერნეტ ვარსკვლავი უნდა გახდე. თათქარიძელი ყოხორა. დისანაიდარჩია ინაკებია ბიჭობაში. ათია, ძალიან ამიჩაგრე შენ ზმაკაცი. გადაიტანს. კარგი რა, ნათი, გეყოფა ეხლა რა. რა გინდა ვერ ხვდები? წამოდი მომეხმარე რა. რაში უნდა მოგეხმარო?
ჩოხა გავაუთოვე და ახალუხი მაინც გამიუთოვე რა. ხო შეგძლებია. არა, არ შემძლებია დავიღალე. ძნელი ყოფილა, ხო? კი, ძნელი ყოფილა. წამოდი. ვერსად ვერ წამოვალ ტოლმას ვაკეთებ. ნათი, რა დროს ტოლმაა? გოგო 2 საათში კონცერტი მეწყება. შენ კონცერტზე უნდა იარო და მე აქ უნდა გემსახურო, ხო? ნათი. წამომხევი რა, საქმე მაქვს შენთან. რა საქმე? ახალუხი გამიუთოვე რა. ჩოხა ხო გააუთოვე? კი, გავაუთოვე. ახალუხსაც შეძლებ. რა მაგალითს აძლევ ნათიას, ა? ძალიან კარგ მაგალითს ვაძლევ ნათიას. ეცოდინება რომ თქვენი მონა არ უნდა იყოს. ხო ნათი? კი. ნიკა, მოსაკლავი და. გეუბნებოდი სოლიდარობა იციან ქალებად ხო და არ დამიჭერე რა. მადლობა თქვი საჭმელს რომ გიკეთებ. ნათი არ მინდა შენი საჭმელი. კონცერტის მერე რესტორანში მივდივართ ბანკეტზე. წამოდი რა, ახალუხი გამიუთოვე. შენ ვერ ხვდები ხო რაც უფრო ბევრს მელაპარაკები უფრო რომ აღიზიანებ. აბა რა ვქნა? დამანებე თავი. ნათი. შევრიგდე. არ მინდა. რა გავაკეთო რომ შემივიგე? არ ვიცი. მოიფიქრე რამე. დინარეზე ჩამოწვა ჩუმის აღამო ალო? ტაქსი მინდა თათქარიძის 14-ში. ფილარმონიასთან. ტარიფი არ მაინტერესებს, გელოდებით. სახში ხართ? ვა, კეთილს? ოთო, რა სიმპათიური ხარ? როგორ გიხდება ჩოხა? ქართველ კაცს ჩოხა უხდება, აბა? შენ არ იცი უთო როგორ ხდება. ერთი წელი ვეხვეწებოდი ვანიკოს ჩოხა იყიდეთკო და ჩემი მესამე მეჯვარის მეოთხე ქორწილისთვის ძლივს ვაყიდინე ძალიან ლამაზი თეთრი ჩოხა. ვანიკოსთანზე მე ჩოხა არ მინახავს. რას ნახავდი? პირველივე დღეს რომ ჩაისვა ქორწილში ისე დათვრა, რომ წითელი ტყემელი გადაისხა ზეთ. უი გააფუჭა. აბა. ქიმწვადაში მქონდა. ყველაფერში მქონდა, მაგრამ ლაქები ვერ ამოიყვანეს და მე ერთ ღარიბ ჩოხოსას ვაჩუქეთ ის ჩოხა. ოჩა ვანიკო. ხო. ნათი. რაზე შემოვიდი? მოკლედ სადაც ვამზადებ. ლაპარაკში ისე გავერთე. რომ ხახვი მიმეწვა. ალო? და ორი თავი არა გააქვთ. ჩამოვდივარ. მე გათავებია და მარკეტში ჩასვლა მეზარება უზალიან მაგრესად. ახლავე. მე წავედი. პრინტი ჩემთან რას გეუბნებოდი? ტელეფონზე ლაპარაკში გავერთეთკო. მოკლედ, ჩემი პატრუკა არის თეკლა ნადიკვაძის მეზობელი. პირდაპირ მაგის ქვეშ ცხოვრობს. ხო და მან მითხრა, რომ მამამისი ისევ არ ელაპარაკებაო. მართლა და რა მოხდა ნეტა? მოკლედ, ამ ჩემი პატრუკის ყოფილი ქმრის ახალი ცოლია ნენე ჯანდიერი. ძალიან კაი გოგო, აღმოსავლეთ მცოდნე და ყავს ძმა, რემული ჯანდიერი, რეჟისორი. გაგიგონია? კი, როგორ არა, ჯაზ ფესტივალის რეკლამებს ეგიღებს. ხო და ამ ბიჭს გადაუღია ეს კლიპი. მერე თურმე, ამ კლიპის ბოლო კადრში თეკლა კოცნის ბიჭს. უი? აუ, რა ვერ ისწავლა ამ გოგომ ჭკუარა. და რაც მთავარია, ნუ აი ძალიან გულახდილი კოცნის სცენაო. რას მეუბნები? გაუგია მამამის. თქვენ მე ვინგონი ვართო, მამა იმუნებთო, მამას ხარავებთო და არ ელაპარაკება თეკლას. აუ არა და ერთი კვირის წინ არ შეურიგდა. ნუ ვერ შეიშნო ამ გოგომ ასეთი მამა და რა ქნას იმ კაცმაც. ამ თეკლასიც მესმის რა, შოუ ბიზნესია ხვდები და როგორ გინდა ახლა კლიპში არც არავის აკოცო და არც არაფერი გამოგიჩნდეს. თავარი გამომრჩა. თურმე, ეს ბიჭი ვისაც კოცნის, სპარსი მსახიობი ყოფილა. ეს რა მითხარი? და ჩემო პატრუკა, მამამისმა რო გაიგოს, რომ ბიჭს აკოცა კი არა და არა ქართულს აკოცაო, მოკლავს მაგუბედურსო. თეკლას. ნუ მინიმუმ სპარსელს მაინც. რა არის არა ეს ცხოვრება? აბა. კაი, წავედი მე ახლა. მოკლედ, კოცნით გოგოებო და ძალიან მიყვარხართ. ხახვი? ვაიმე, ხახვი. მადლობა გოგოებო და წავედი. კაი. რა არის ეს ყოველდღე გაბუტვა შერიგებები? რა ჭირთა მამაშვილს ვერ გავიგე? ნუ ეთყობა ოჯახის წევრს დიდხანს ვერ ებუტები ადამიანი. ნათი, იცი მე აღარ ვარ ნიკაზე ნაწყენი.
ნათია. შენ ფიქრობ, რომ მე ოთოზე გაბრაზებული ვარ? რა გითხარი მე დღეს? თვეში ერთხელ უნდა გაუჭედო, რომ თავზე არ დაგაჯდეს. ჩემი ნიჭიერი გოგო. აი გამირეცხე მწვალილი? კი, სულ ღერაღერა ნელთბუ წყალში, როგორც შენ მითხარი, ნათი, მოდი ნახე, აი. ყოჩა. დღეს ძალიან კაი გოგო ხარ შენ. დღეს. ნათი ოთოს ანსამბლია ტელევიზორში. კონცერტი გრძელდება პირდაპირ. ნახოთ ერთი რა სიმღერებენ. და ახლა გთხოვთ აპლოდისმენტებით მივეგებოთ. თქვენ წინაშია ანსამბლი მამა პაპური. ნათი ოთო ლაპარაკობს. რა ენაღლება? ტელემაყურებლები. ანსამბლ მამა პაპურის სახელით გვინდა ყველას გადაგიხადოთ მადლობა. ვინც დიდ საკონცერტო დარბაზში ეწრებით ამ მართლაც წინვალე საღამოს. და აგრეთვე ტელემაყურებლებსაც. ჩვენ ყველანი ძალიან გვიყვართ. ნათი ყველანი ძალიან გვიყვარხართ. აფერისტი. ჩვენი სიმღერა კი გვინდა მიუძღვნათ ჩვენს ძვირფას მეუღლეებს. ადამიანებს, რომლებსაც ალბათ ყველაზე მეტად გვიყვართ. იმ ნამდვილ ქართველ მანდილოსნებს, რომლებიც ჭირსათულ ხინში გვერდით გვიდგანან და ღირსეულად მოყვებიან ჩვენთან ერთად. ჩვენს მეუღლეებსო. მეტი კონკრეტიკაც შეიძლებოდა. პირადად ჩემგან კი ეს სიმღერა ეძღვნებათ ნათიას და ჩემი სხარბუნია. ნათი დადგიეს. უი. აბა მოვედით კაცები. ვაჭამეთ რამე. გაშლილია სუფთა ხობიძია. დღეს ვატო მაგრად ივაშო 210-იანი მიიღო. ბაბუთხარენაში. ის უშტა გეოგრაფიაში. ყოჩა ხტე, მიდი დაიბანეთ ხელები და გაჭმევთ. მეც მაქვს თქვენთვის ერთი კარგი ამბავი. დღეს როგორც იქნა ცხენბურთის მსოფლიო ფედერაციამ მისი გენერალური მდივნის სილვიო კუიტიუნიოს სახელით საპასუხო მეილი გამოგიგზავნა და დაგვიდასტურა რომ ჩვენი ფედერაცია მსოფლიო ფედერაციის სრულ უფლებიანი წევრი გახდა და დაფინანსებას დაგვინიშნეს. თვეში 1000 ფუნტი. ვა, რა მაგარია. ნუ მართალია, ეს თანხა ჩვენი გამგეობის წევრების ხელფასებზე გადანაწილდება და ოფისათაც ისევ ამ სახლს გამოვიყენებთ, მაგრამ ნამდვილად სასიხარულოა საერთაშორისო აღიარება, არა? აღიარებაა მთავარი ვახობიძია. ყოჩა ნათიაშვილი ასეთი გემრიელი ტოლმა ნათელოსა კი იშვიათად გამოსდიოდა. ეს ტოლმა მე და ნათიამ ერთად გავაკეთეთ. მართლა ნათია. მეც მივეხმარე რაღაცეებში. რაღაცეებში კი არა, თითქმის ნათიამ გააკეთა. მაშინ ფიქრობ, დროა მოხსნათ ის დროებითი მორატორიუმი ბაბუ, რომლის ძალითაც დიდი ნათია გვიკეთებდა ხოლმე საჭმელს. დღეიდან შენ შეგიძლია დაგვიმზადო ძირითადი კერძები. მადლობა მამა. ტელევიზორში რა ხდება? ოთომ უკვე იმღერა? ამ წამს დაამთავრეს სიმღერა. აი მეც მოვედი. ნიკა. მოდი შვილო. და მაგარი ამბავი მაქვს. რა გაქვს? მამა ხელფასი მომიმატეს. მართლა? რა კარგია ნიკა. ნათი წამო რა ოთახში რაღაც საქმე მაქვს. უკაცრავად, მამა. ნათი დღეს სამსახურიდან ჰესების დასათვალიერებლად წავედით. და იქ ბუნებაში მივხვდი რომ ბოდიში უნდა მოგიხადო. ნიკა. დღეს ტოლმისათვის კომბოსტოს რო ვრეცხავდი. იქ სამზარეულოში მივხვდი რომ მე უნდა მოგიხადო ბოდიში. არა ნათი, მე უნდა მოგიხადო. არა ნიკა, მე. ძალიან უხეში ვიყავი დღეს დილით შენს მიმართ.
ეს მე ვიყავი უხეში, ნიკა. ერთი დამწვარი კვერცხის გამო ამ ხელა ამბავი არ უნდა ამეტეხა. ვფიქრობ, მეც უნდა ვისწავლო კრიტიკის ატანა. მე საჩუქარი მაქვს შენთვის. წიგნი? კულინარიული რეცეპტების 500 უგემრიელესი ევროპული და ქართული კერძი ემანუელისგან. რა საყვარელი ხარ, ნიკა? არა ნათი. ეს შენ ხარ საყვარელი. მოდი რა აღარ ვიჩხუბოთ ხოლმე, კარგი? კარგი. არ გავიდეთ იმათთან? არა. მოდი ჩვენ აქ დავრჩეთ. რომ ღვიცავთ ჯერ ყველას? მე რა? აქ დავრჩეთ და დაველოდოთ თუ როდის დაიცინებენ. გვიზავს? გელოდებოდი. მიყურე? გიყურე. მერე? ძალიან კარგად იმღერეთ. ნუ წინასწყვეტად ძალიან მომეწონა. ესე იგი შევრიგდით. ხო იცი რომ არც გვიჩხუბია რა. ვიცი. ნიკა და ნათია შევიდნენ? 8 საათზე რომ შევიდნენ ოთახში, არც გამოუხედავთ. ყოჩაღ ნიკა? დღეს ბატონ 2.10-იანი მიიღო. მოხენაცვალოსა მამა. ბახოს ფედერაციას ცხენბურთის მსოფლიო ფედერაცია დააფინანსებს. მენაცვალოს მამაც. დაწვევი? ოჰო. ნათი იმშია და მაჭამერა. რესტორნიდან ხამოხველი. ხო იცი როცა ვსვამ ვერ ვჭამ. ძალიან მაგარი ტოლმა გავაკეთე. ჩუმად, ძინავთ ყველა. ჩუმად ვჭამოთ, ჩუმად. დღეს ხო ყველაფერი შენით და აუთოვე. მე სიმღერა ხო მომიწყვენი. ასე რომ დღეს კარგი ბიჭი ხარ. დღეს